რამდენიმე დღის წინ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მისაღებთან პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა აფხაზეთიდან დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა. ეს არის არა პირველი შემთხვევა, იგივე ტრაგიკულ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი 2010, 2012, 2014, 2022 წელს, მაგრამ ქართულმა ოცნებამ ამ მძიმე გაკვეთილებიდან ვერ მიიღო ვერანაირი მაგალითი, როგორ გამოესწორებინა მდგომარეობა. 32 წლის დევნილობის შემდეგ ზამირ კვეკვესკირს კვლავ უთხრა ქართულმა ოცნებამ უარი საცხოვრებელზე და ამით გახდა მისი თვითმკვლელობის თანამონაწილე. მიიყვანა ის თვითმკვლელობამდე. საბინაო და განსახლების პოლიტიკა დევნილთა მიმართულებით არის აბსოლუტურად ბუნდოვანი, არის გაუმჭვირვალე და არის კორუფციული. ამის შესახებ ჩვენ ყოველდღიურად გვიყვებიან დევნილები და ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანა არის ჩაძირული კორუფციაში, ნეპოტიზმში, კვლავაც რჩება 50,000-ზე მეტი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე, ამის გარდა ასეულობით ადამიანი არის ისევ დროებით კომპაქტურ ჩასახლებებში, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში. აუცილებელია, რომ გადაიდგას ნაბიჯები ამ ადამიანთა დასახმარებლად. ქართული ოცნების მხრიდან ყველანაირი იმედი არის ამოწურული, ერთადერთი გზა რჩება, რომ უთხრათ ყველა კორუმპირებულ ჩინოვნიკს. მათი ქმედებები აუცილებლად იქნება დასჯილი, ისინი აუცილებლად აგებენ სისხლის სამართლებრივად პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ხელს ითბობენ დევნილთა პრობლემებით, იმის გამო, რომ აქვთ ნეპოტისტური და კორუფციული სქემები, რომლის შესახებაც ჩვენ ყოველდღიურად გვეუბნებიან და გვიყვებიან დევნილები. დევნილები ახსენდებათ მხოლოდ არჩევნების პერიოდში. დევნილები ახსენდებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ იყენებენ ვიწრო პარტიული ინტერესებისათვის და მათთან ყოველთვის შანტაჟის არის დაკიდებული საცხოვრისების გადაცემის საკითხი. ჩვენ ძლიერი საქართველო ვპირდებით დევნილებს, რომ აუცილებლად, როდესაც ხელისუფლებაში იქნება ის ადამიანები, რომლებიც იქნებიან მოქალაქეზე ორიენტირებულები, საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული პირები, სანამ დაბრუნდებიან სახლში, სანამ მათ დავაბრუნებთ, აბსოლუტურად იქნებიან დაცულები და იცხოვრებენ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში.